შუადღე მშვიდობის, ჩემო ძირფასებო, როგორ ახართ? გახსენი? აჩა. ნაშები თქვენ. მაღაზიაში გავიქეცი მარილზე, ძლივს გამახსენდა რომ მივედი. ანუ მთელი გზა იმას ვსაუბრობდი, რომ აი მარილი არ დამავიწყოს. ერთ ცალს ავიღებ. ერთი ცალი მომე. ერთი მომე, დედიკო. ერთი კევი მომე. არ ჩაყლაპო კევები, კარგი? არ ჩაყლაპო, არ გადაყლაპო. მუცუნა გეტკინება. წყალი არ იყო. გაზარეცხებია, აქ მქონდა და მოვიღე, არ მიყვარს აქ რომ გადავსებული, მაგრამ აქ დავიყარე. ორი მოვიტანე. ეს დილით პურზე გაუშიგოდე და ეს დანარჩენი ეხლა რაც მოვიტანე იმის. აი ამდენი რა გინდა ეხლა. ეგრე ხო გიდევს გახსნი. ეს აჭკი თუ ყიდებს ნახევრის იყო. გაიხახავ. აი ეს. გეგას რო უყვას თხილიანი. თუ არ მაქვს უშვიდად ვერ ვარ. არ ვიცი რატომ მაქვს ეს შეგრძნება, მაგრამ ვერ ვარ უშვიდად. ამიტომ აქ ფქვილი დავიყარე. წყალი რო არ არის საჭმელს, ვერაფერს ვერ ვაკეთებ გარდა იმისა. ხინგლებისა. წყალი ჩაიდანში მისხია, ჩაი რო ავადუღე იმისი და ეხა მოვზელ ცომს. დღეს გოდე სკოლაში არ გამიშვია, მე ვერ ვიყავი კარგად. გოდემაც აღებინა და ამიტომ არ გავუშვი სიმართლე გითხრათ. აღებინა და თან ახველებდა წუხელ ღამე. მაგიტომაც დავიტოვე სახლში. სუფთა მარილი არ არის, როგორც ხედავ. შავები ურევია. გოდე ეხა გარეთ არის და თამაშობს. გეგაც გაშვებული მყავდა. მუხა არ არის, არ ვიცი საწავი და ტელეფონი. ვუი, რა გავაკეთე ეხა ხალხ. შეერთებული მაქვს ტელეფონი და აქედან დენზე კი არა, ისე. უბრალოდ სადენზე. დღეს ვიყავი ძალიან ცუდად. მუხა რომ მოვიდა. მერეც მითხარი რომ ბავშვებს всё შენ გაბარებ. მე ვერ ვდგები თქო. და თამთამონ მიბენი და წამალი ტკივილი გამაყუჩებელი. დამეძინა 3:30-ზე აბდექი. აი ესეთი ამბები ჩემთან. ეს ვიყიდე ჩემთვის, ვიცი ესეთები არ გიყვართ, მეტყვით არ დალიო. ხშირად მაინც არ ავსვამ. და მე სხვათა შორის ამის გარეშე არ შემეძლო და ეხლა იშვიათად რო დავლიო.
ეს ვიყიდე 2 ლარი ღირს ჩვენთან თხილია მარილიანი ჩვენთვის ვიყიდე და ლობიო ვიყიდე როდის დამპატიჟებო მიწერს ლობიანზე ლიკას დედა კომენტარებშიც გავთ ბერჯერ მე მგონი ნანახი ერთჯერ დამიწერა და მოგლედ უხერხულში ვარ რომ ესე გუთხარი ლობიანს გავაკეთებ და მართლა არ გამიკეთებია რამდენი ხანია ეხა აუცილებლად დაგპატიჟებ თქო და მაგიტომ მოვიტანე ეს ლობიო რომ ლობიანებს გავაკეთებ და რამე მინდა კიდე მარტო ლობიანს ხომ არ დაპატიჟებ ადამიანს ხოდა ეს ხო უდრივით არის მაგრამ ეს არის რა ქვია შავებიურია ბევრი გეგა რატო დახტიხარ ეს გოდეს კონტეინერი მაგრამ გაუტეხია ეს სამას თავი არა აქვს გვერდზე არა აქვს და საჭერი და თან მაღაზიაში დაგრჩა ანიკოდეი დამიწყო და იქიდან მოვიტანე ეს მუხასია იქ დარჩა ქვემოთ თუ დატოვა თუ რა იყო არ ვიცი და მანქანის რემენი იმას აკეთებ და თხეს თხეს გავბრაზდი ვიფასებოდა მე ბევრჯერ მითქვია რომ მე არ მიყვარს რომ ცუდი კომენტარი ვინმეს დავუტოვო ხო და ეხა რომ წამოდი რომ მოვკიდე ტილოს ხელს არ შემიძლია რომ ის ხელი მე არ გადავიბანო არ მიყვარს მოი თბილია ეს წყალი ეხლა ამით მოვზელ აი ამას დიდად ამაზე არავინ არ იმშრალებს ხელს მე და 1000 ერთხელ მუხრანი მაგრამ ბევრი ხანია მე მგონი რა თქია არანიკების ცომს ხოდედი რატო ადას კევი ფინდა კევი ხომე მომეცი თქო და მოგცემს მათხოვებ დაიცა გაუნაწილო ცომს მომზელ და მოვა მოგლედ მოვზილე ძირფასებო ძლივს დასყრი თან გარეთ ხოდეს უყურებ ხოლმე მომადგნენ აქ ნიტა და ნიტა მოვიდა უფრო სწორედ ხოდეს კლასელი რომ ხოდესო ცუდ სიტყვებს ეუბნებიანო ბიჭებიო და გავბრაზდი სასრიალოზე იყო წყალი ნაწვიმარი რო არის და მე მაღაზიაში რომ მივდიოდი რომ მოვბრუნდი გოდე ვნახე რომ აი ესენი სველი აქვს მოხს ქვემოთ და აი იქ მომივიდაო სასრიალოზეო ესენი თურმე ბოდიში და ჩაჯმულოო ეძახიან თურმე ეხლა ეს ბავშვები გავბრაზდი და შენც უარესები უთხარი დედიკო მეთქი იმიტომ რომ ნახეთ ხალხნო სხვანაირად აქ არ გამოდის არაფერი
სხვანაირად აქ სულ ჩაგრაა. ასე რომ მეტყვით ეხა კი არასწორად უთხარი და ასე შემდეგო, მაგრამ არ ვიცი სხვა როგორ უნდა მომიქცი. თავს რო არიდებ, უარეს გეძახიან. მოკლედ ესეთი ამბებია. მაგარი ამბებია წინ. მაგიტომაც არის მე რო ვცდილობ, რომ ჩემი შვილები გავზარდო ძლიერები რა, თავის დაცვა რო შეეცვლოთ. გავაკეთებ ამას ბოლომდე. აუცილებლად მივახცე. არის ის გოდემ ცუდი სიტყვები, მაგრამ რასაც გეტყვია, გაიმეორებ იგივეს მეთქი. ხანე. ან ცალია ეხა მე რო ჩავიდე. თან მე რას ვეტყვი ბავშვებს, არ მიყვას ეხა მე რამე საქმება რა. დედავა. თუ რამე ვცდილობ რომ ყოველთვის რამე კეთილად განვაწყო ბავშვები ერთმანეთის მიმართ და რა ვიცი, თუ გამომივა თუ არა და არავის არ შეეტენება ჩემი შვილი იქეთ რომ არ ეკა ეთამაშონ და ასე შემდეგ. მე თქვილს ვაზელ რომ იყოს მაგარი ცომი. გავიხედოთ ისე. დამელოდეთ. ტელევიზორი დავტოვე. მოკლედ ვერ შევძელი მაინც რომ არ ჩავსულიყავი. ბურთი მივეცი, მაგრამ აი ცუდ კომენტართან დაკავშირებით. ცუდია დამიწერია, მაგრამ დღეს ახლა Facebook-ზე გადავაწყდი, რა ვიცი, ჩემთვის ვფიქრობ, რომ მაინც ცუდი არ დამიწერია. Facebook-ზე გადავაწყდი ერთი ბიჭის ვიდეოს, რომელიც ამბობდა, რომ აი ჯანსაღი არისო, კომპოტებიო და სულ ეს თემა არის აქტუალური და ვერ გავიგე ამ ხალხს რა უნდა და რას გადაიკიდნენ ამ მოხუცულებს. ვისაც არ უნდა და არ მიაჩნია ჯანსაღად, არ გააკეთებს და არ შეჭამს, მაგრამ რას ჭამენ ჯანსაღს? რას ყიდულობენ ჯანსაღს? რამე არის დღეს საერთოდ? მით უმეტეს აგერ ხედავთ, დაჟე რძის ნაწამზე სულ მე გუშინ გავიგე რაღაცეები, თორე საინფორმაციოს არ ვუყურებთ, იცით. ხო და დავუწერე ამ ბიჭს, რომ ძალიან დიდი სისულელეა, რაც მოყვა, იმიტომ რომ დღეს ვიფასებო კომპოტებს, ვინც ხუფავს, კომპოტებს არავინ არ ადუღებს. რა ვიცი, მე არ ვადუღებ და ბევრი ვიცი, რომელიც არ ადუღებს. ავიღოთ ნებისმიერი, ჩვეულებრივი, კენკრა გინდათ, რამე გინდათ, ხო, ასხამთ მდუღარეს, ან გინდათ ჩაიებს მდუღარეს ასხამთ, ხო, სვამთ. აი ესე ადუღებულს ვასხამთ, შაქარი თუ გინდა საერთოდ არც გაუკეთოთ, ეგრეც ინახავენ. არავინ არ უკეთებს დღეს სალიცინს, ზოგი ამატებს, ზოგჯერ მეც გამიკეთებია, მაგრამ რამდენი ხანია მერე უკვე აღარ, მაგრამ რა თქმა უნდა იმებში ვაკეთებ, რა ქვია, პომიდრის საწებელში და ყემალში. ასე რომ თან მით უმეტეს ეს სალიცინი ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ მავნებელიც არ არის, მე ესე ვიცი, რომ ერთი კვირა ზედიზედ კიდე შეგიძლია ყოველ დილას დალიოთ ეს სისხლისთვისაც კარგი არისო და ესეც ვიცი მე რომ ამ რაღაცას საკვებში დანამატი რა თქმა უნდა დოზირებულად რამდენიც უნდა არის ძალიან კარგი უნდა კონდეს ბავშვებს მით უმეტეს თუ აჭროთ მე ეს ექიმისგან ვიცი და ეხლა რა ვიცი დღეს ყველა ექიმი და განათლებული და მცოდნეა და ხან ერთი რას გეტყვით ხან მეორე რას გეტყვით და ვერ გაიგებ ვინ რომელია სწორი ასე რომ დღეს კომპოტებს იმის თქმა მინდა რომ ანუ გადახარშავენო ამას უკეთებენ არაფერსაც არ უკეთებენ კომპოტებს არავინ არ ხარშავს დუღარეს ასხავენ მოხუფავენ შეინახავენ всё ეგ არის
და ნაყოფი კიდე ჩვეულებრივად ძალიან კარგი გამოდის. არა ის მე ბევრგან კი სადღაც პირველად დამპატიჟა რა ადამიანმა სახლში და მე საერთოდ მიყვარს კომპოტები და რო გამომიტანეს იმდენად აი როგორი იყო იცით ძალიან მოკლედ ნაყოფს არ გავდა რაღაცნაირი იყო ფერიც კომპოტის სხვანაირი მაგრამ ის სხვანაირად აკეთებდა მე უკეთებდა კიდე სტერილიზაციას აი ნახევარი საათით რო უკეთებენ იმას მე არ ვაკეთებ მოკლედ არ ვამბობ რომ ზედმეტად ანუ ისეთივეა როგორი ხილს მოგრეფავდა ჯანსაღი არის მაგრამ მაინც რასაც ყიდიან და ყიდულობთ და მივირთმევთ იმაზე უფრო ჯანსაღია ეგ აი ესეთი რაღაცა დაუწერე მეტი არაფერი არ დამიწერია მე არ მიყვარს ესეთ ცუდი კომენტარები როგორც აქეთ ჩემთან არ მიყვარს ხოლმე არც სხვასთან არ მიყვარს რომ რამე იმით გამოვიჩიოდე რომც ვნახო მაგრამ ესე რომ სულ ამას გადაეკიდებიან მაგაზე გავბრაზდი, გავცხარდი და მაგითო დავწერე. სხვათა შორის ამ იმასთან რძესთან დაკავშირებითაც იყო. ძროხის რძესთან დაკავშირებით და ძროხის რძეს ჩემი აგერ მუხას ბიძაშვილი ბიჭები ძროხას მოწველიდნენ თუ არა, ეგრევე თბილი რო არის. ადუღებული არა. აი იმას 1 ლიტრი არ ყოფნიდა თუ ისე სვამდნენ და ჩემპიონია შეიჭირიმე ის ბიჭი. ხო კიდე ეხა მამას ამიდი ყოველთვის მე რატო უნდა გამოვიყო ხო და მოკლედ არის რომ ზოგი ვერ გუობს ამ ძროხის რძეს მაგრამ ვიღაცა რაღაცას რო აკეთებს და რო არ ვიცით რა არის რატომ უჯერებთ ან ვიღაცის ნათქვამს რომ ვაიმე ეს ამაზე ჯანსაღი როცა შენ სახლში გაქვს და ყავს და იცი რისგან იღებ მაგ ყველაფერს ამაზე მაგ მე სულ დავა და რომ მეტყვა რომ არ გინდა სხვისი ნათქვამი არ არის ხალხო ეს ჯანსაღი არის ის რაც ჩემს ბოსტანში არის იმიტომ რომ არ წამლა ხო მაგალითად ჩემებთან ჯგალში გინდა თუ საჩინოში აი ესეთი არის ჯანსაღი და არა სხვის მოყვანილი კიდე წამლებზე რო ზრდიან ყველაფერს და ფორმალინიო თუ რაღაცა რო არის გარდაცვლილებს რომ წავლავდნენ რომ არ გაბუჭებულიყვნენ აი იმით რომ გინდა ქათმებზეც გინდა და გინდა რაზეც გინდათ რომ იყენებენ და მაინც ხო ჭამთ ხალხო ჩვენ არ ჭამთ ანუ იმას ნუ იმაშვებით რომ აი შენ გაქვსო არა რომცა მქონდეს იცით რომ ჩემები მაინც და მაინც ხორცის მოყვარულები არ არიან მაგრამ ეგრე ბაზარში ქვეყნის არის ერთი ქათამი იყიდე დაკალი იქვე გაგიპუტავენ და იმას წაიღე და არა ის კიდე რომ აი ახალი დაკრულია და ასეთი არც ის არ არის არაფერი რომ იცოდეს აი ამას გავიძახი სულ თორე არ ვიცი მეტი არაფერს და გუშინაც თქვი მე მგონი ვიდეოში მთელი ზამთარი მოხუფულებით გამქონდათ ჩვენებს და ბევრმა დაუწერა ბევრს ეწერა მსგავსი კომენტარი იმ ბიჭზე მაგრამ ნახეთ ხალხი რა თქმა უნდა როგორც სხვადასხვანი ვართ ისე ყველას გვაქვს სხვადასხვა აზრი ხო მოყვება რა თქმა უნდა კამათი აი ეს არის მე რო არ მიყვარს ზოგი იმდენ არგუმენტს მოგიყვანს იმას წაიკითხავენ ამას წაიკითხავენ და რაღაცეებს მაგრამ ეგერ ყველაზე რა არის გამიადიდო სესე მოგილი მოდი მატოცადი არა უშავს ხო მოგირჩა რო გაკოცე რეკლამაზეა ეგ ყველაფერი რეკლამაზე რას როგორ რეკლამას გაუკეთებ აი იმაზე ხალხს როგორ დააჯერება აი მაგაზე თორე კალათი არის ეგერ ქართველები რო აკეთებენ სადაა მუხა ფაფშავშიო თუ ხევსურეთში სადღაც ხო აკეთებენ აი ეგ არის ნატურალური თუ გინდათ ეს უნდა ვიყიდოთ და არა ის პრეზიდენტი გინდათ და რაც გინდათ იმათ აქვს უბრალოდ კარგი რეკლამა სახლში გამოხდილი არაყი არ დალიოთო ძროხის რძე არაო კიდე ბევრ რამეზე გეტყვიან სახლში გაკეთებულზე უარს ეს ამას იმიტომ გეუბნებიან რომ ვაყიდინო ხო ყიდულობ ძალიან კარგად ეს არის ამათი საქმეა ბიზნესი ვარ უნდა ჩავუვარდეთ
ესეთია ცხოვრება. Ozjan Max. მოკლედ ესეც ერთასება აი ამის თქმა იყო რომ მინდოდა და იქ დავუწერე ეს მეტი არაფერი ჩემი აზრი. ეხლა რაც თქვენთან ვილაპარაკეთ ის დავწერე. მეტი კი არაფერი არ დამიწერია. ვიცი რომ კაია დე. მაგიტო გიკეთებ. კაი და დედიკო რა ჩავდოთ სომში მერე? ყველას არ შეგხვდებათ. დამაცადე. არავის არ ველოდებით, ვიფასებო ესეც ვიცი არის წესი, მაგრამ ასე რომ არავის არ ველოდები და მე მიიწევ სადა შედავ. ადა რა ჩავდო მერე ცომში? მოკლედ ეს შემდგომი ვიყო გაფერი ვიცი თქმას მინდოდა. დღეს ამ იმეებს სხვათა შორის მარტო საქართველოში არ ზადდება ესენი. ბევრ რამეს ინახავენ, მანდარინი გინდა, საზამთრო გინდა, ეს მოკლედ რა ვიცი, იმდენ რამეს ინახავენ და გითხრა, არ ვიცი, მოკლედ მოიტანე დედიკო პატარა თებშზე დაგიდებდე? ანა მინდა. სადა ბებიკოსი. სადა ბებიკოსი. სადა ბებიკოსი. ბებიკოსი პატარა კოზებთან დიქეთ რა უნდა, ეგერ მე ვხედავ აგერ, ხა? არა. აი, ვიყოს. ჰა. ცოტა ხანი ადაც ჩავიყვანე, ძალიან მეხვეწებოდა. ხოდა? დაიცა! თებში მოგცე! გაერთო ძალიან კარგად. ქალბატონი. გაგინდა? კალე. ადა, всё, მეც ვერ მოგცემ. მეც ვერ მოგცემ. ჭიქა, დევ სუფთა ჭიქა. ხმერთო. ბაბიჭო. ბიჭო. ეს აღდგომა როდის არის? ჯეჯილი მინდა ერთი დავთესო. ჩვენ მიდივარ წელსად, მე რაზე მიდივარ, ჩვენ წყვილად მიდივარ, არციკეთ მიდივარ, არცაკეთ მიდივარ, ჩემთან არ მიდივარ. წყვილად ვაგდივარ იქ სახლში შიგნით, შენ დადიხარ სადაც გინდა და მე. სივარ სულ. მე ვფიქრობ რომ არ წავალ, არ ვიცი. რა კარგი იყო ხალხი, აი ჩვენ ბავშვობაში მთელი ბავშვები, დიდები, ყველანი სასაფლაოზე ვხვდებოდით მეორე დღეს ეხლა კი ეკლესიაში არისო სწორი მისვლა იმ დღეს, მაგრამ ჩვენს დროს ესე იყო, ყველა დიდი თუ პატარა ვიყავით სასაფლაოზე და კვერცხებს ვამტვრევდით ერთმანეთისას და რამდენი კიდე იყო რომ აი სანთელი რო ჩაქრებაო, კვერცხები აიღეთ, წაიღეთო, რამდენი გეტყოდა, თუ გინდოდა აიღებდი და წაიღებდი. თუ არ გინდოდა არ მოგიდევდი ხელს. მაგრამ იმდენს ამტვრევდა ჩემი ძმა, სულ ქონდა მამაჩემი ურჩევდა ძლიერ კვერცხებს, არ ვიცი როგორ ხდებოდა ეს კაცი. არა მეტი რა ჩავდო, ვერ მოვასწრებ მეტის მოხარშვას. სულ ამტვრევდა ხოლმე და იმდენი კვერცხები მოქონდა, არც იჭმეოდა ჩვენთან. აქაც ეხლა დღესაც ჩვენ მაგალითად რო ვართ, არც იჭმევა, კი დილიდან
ვიჩხუბებთ ერთმანეთში, ვაჩხუბებთ ამ კვერცხებს და всё, არ ვიცი სწორად როგორ თქვა. იმითი აი ხა ამის გამო ვინმე არ გამთათხავს, ასე არ უნდა გეთქვაო, მაგრამ რა ვიცი. რო დავამტვრევთ დილით კვერცხებს, მე რაც იჭრება. всё, ეხა წადი. მეტი არა მაქვს დედიკო. ბიჭოს ესეც უქშიო და სად იყავ მანამდე? ამოსვლაც კი არ გინდოდათ. დედი. ხო დედი. მოჩი. ყოჩახ, თუ მოჩი ხა მიდი თებში გასარეცხად ჩააგდე და ეხა მოუხარშავ ამას და გაჭმე ხინგალის. მაგარი გოგო ხარ შენ. სუპერ გოგო ხარ. დედა. იმ წამალმა დამაყენა ფეხზე. გოჟიდე. უნდა კონდეს. და კონდეს ესე. არა დედა ეგდოს იქ რა გინდა ყოზე. მოცა მეგა. ნა. მოკლედ. შევახურა მან ყველას და მე მოვა. წყალი მოვიდა ხალხნა. თემოთ არ მოდის და გამიგვიდა აქ რომ მოდის საერთოდ. ვარა, ამ ხაფში არ მინდა. ამას გამიშავლებს და იმ ემალში. ამას გამიშავლებს. წყალი რო ადუღდება, შავდება ეგ. აი. ეს აქ შემოვდა, იმიტომ რომ ადამ მომთხოვა. აი. მოკლედ მე უცებ ჩავირბინე. იმიტომ რომ მოკლედ რა სიტუაციაში ვიყოდე მე ნახა. ის ვარგა დედიკო ყველა წყალი ვარგა. ხო და მოკლედ ზირთასე ეხლა რახან წამოვიწყეს. უცებ ხელი იმ ქვაბებში ხომ ისხია წყალი, გასარეცხი რო არის ქვაბი. ხო და იმაში ჩავიბანე და დავიხეცი კი მქონდა იქეთ ვედროთი, მაგრამ მოკლედ აი ბიჭების გაზრდა. აი არ ვიცი, გოგოზე მეტად სანერვიულოა მე მგონი. არ მახსოვს მე მაგალითად. აი რამე ესეთი და ჩაგვრის რომ გადამხდენოდა მსგავსი რაღაცეები. მარტო ერთი მახსოვს, იმიტომ რომ გრძელკაბებს ვატარებდით უფრო მეტად. ანუ მოკლეებს კი ვატარებდით, მაგრამ რახან მარიკოს არ უნდოდა. ხომ იმავშებოდით რა, ზოგჯერ არ ვატარებდით და მახსოვს მე გრძელი კაბაც კი ვიყიდა სასკოლოდ, მე სასკოლაში გრძელი კაბა. და მონაზონს მეძახოდა ერთი გოგო. სულაც არ მიყრებოდა მე რა მონაზონი. ხო და რას გასაგებთ. მოკლედ. აი ეს. მახსოვს ერთი. დაიცა, რომელია რო ანგრევს. მე არ შემიძლია ხალხო კარი უნდა მქონდეს სულ ჩაგედილი და ეხლა რატომ არ ვიცი, სულ ჩაგედილი მაქვს.
თორერი. შენი რა? კევი, მეც გადავაგდე ხა კევი, თორე იმას მოგცემდი, იმას იქონდა ცოტა გემო. დედიკო კევი მოგიტანე, ერთი პაჭკა სულ შეჭამე. შედანი კოკაკოლა. ამართან რამის გაკეთება. არი ხედები, იცი? დეკაი ტელეფონი არ მოწვარი. აი სოსის. ახლა მომეცით, სანამ გავცოფდი. მომეცით. ხატ. გადაასხის ცოტა შაგის. არა მოდი ჭიქაში ჩაგისხამ, პატარა ჭიქა. მინდა ბოჭი. ხელი ქვილიანი მაქვს. მოდი, მოდი. დაიცა, ნახე. ქვილიანი მაქვს ხელი დედი. თქვენთვის ვაკეთებ იმას ეხლა. თორე საერთოდაც მეზარებოდა მე ხა მაგის გაკეთება. სომში, სულ ხელები სომში რომ არის. მედი ანალის იმაშიც. შო. მედი ანალი. მოხან შე რატო ხარ სულ ხასიათები რომ? აბა რატო მიყვიროდი? კარები სულ რატო გაჩაგედილიო? რატო გაჩაგედილი? ჩაგედილი რო არ მაქვს, რატომ არ არის ჩაგედილი, რატო გაქვს ღიაო ვიყვიროდა? ახლა ღიას დატოვებდა შენ. ხო და. ასე რომ მუხლანი არის ძვირფასებო ჩანგელია. ვერ გაიგებ ამას. როდის საითქენ უნდა. მოკაო. აი, დაბილდა ეს ცომი. მოკლედ ეს გავამზადებ მე ამას და მოვალ ჯობია. თორე მე მთელი ის ცომის ყურება მოგიწევთ. გაფრთხილების. დედიკო გთხოვე ხარ შემაწყვეტინე ერთი წამი. არ დამიწყებია ძვირფასებო სიტყვა სად გამიწყდა. მაგრამ დაიცათ ხა ამას თავიდან ჩავთავ და იქ სადაც სიტყვა გამიწყდა იქ მივაბა. მოკლედ გავამზადე ძვირფასებო. ეს წყალიც დუხს. ჩავყაროთ მარილი. და ჩავყაროთ ესეც. არ მაქვს ხა იმის ამოსაღები, ხო დავწვი აქ. გაჩვენეთ მაშინ არ მახსოვს. გაჩვენეთ თუ არა და მე დავწვი. ეს უნდა ვიყიდო ისე. იმიტომ ხის კოვზებს ვიყენებ ამისთვის. მე მგონი 5 ცალი ავიღე ხა. ეს საქმეც რა ვარდება. ნელა უნდა ამიტომ მინდა ის თეფშის დასა ესა ამ ყოზეების დასადები. ვაიმე, ახალი უბავი მაკიდე, მაგრამ არა გაჩვენეთ. არ ვიტყვი. გაჩვენეთ. გაჩვენეთ. ჯერ არ გაჩვენეთ, როცა მოვა მერე გაჩვენეთ. მე გავაკეთე. იმედია მომეწონება. ხო და ასთე რომ ძვირფასებო ჩემი სურვილებიდან ერთი სურვილი ავიხდინე. ყველას ავიხდე. რაც მინდა ყველაფერს ავიხდე. ეცდები.
ძალიან მოვინდომებ და მავიხდინე ყველა ესე 40-მდე მაინც იქნებოდეს, რომ ეხლა ამათ მეყოთ 4-ს მუხას ჩათვლით. მუხას და ბავშვებს არ დამითვლია და ამიტომ არ ვიცი რამდენია. ყრი. საერთოდ როცა ამ ყველაფერს ვეყრით, ხინკლებს გინდა, ვარენიკებს გინდა, არ უნდა ვისაუბროთ, სულ ესე მახსოვს თაობიდან თაობას ესე გადაეცემა ჩვენთან, რომ რაიმე არ შეიძლება საუბარი მერე გაიხევაო. და ამითაც არა. მახსოვს ქვაფს ასე შეანჩხრევდნენ და всё, ეგ იყო საკმარისი. ამით ეხა წყლები დალიეს. ეს აქედან ჩამოვარდა. აი. всё, ეს მომრჩა. და აი ამ ცომიდან გამოყენებული ცომი არის ეგ და იმას ჩავდებ და всё. ეგ არის. ამ ცომს გავყინავ, მაგრამ ნახეთ დარბილდა ეს, ამ ქვირს შევაზელ და მერე გავყინავ. მოდედიკო ჩავყარე და ეს ლუსია. ლუსია, ნაკეთებ. ქვენია ყველა. Bueno. ეხლა იქ ხო კიდე გავაკეთე ბავშვების ჭრაში რომ ვიყავ ჩემზე და უნდა ძალიან ხელიაო ის სიფრიფანა სომი მაგრამ ესეთში მიყვარს არ მიყვარს რომ სქელია სომი ან წყვილიანში და არც ასეთში is gar nicht flüssig. Ah, yes. Argachios. Please, mommy. დავიწყეთ. ამოგება. ხუთი დავუდო ჯერჯერობით ქალბატონს. კარგი? Haide. Mami. აგერშე. ხუთი ადას. ეხლა. Scary. აი ესე მე ვიბრუნო და ჩანდეს ისე. ეს გამახსენდა. ხმას ჩაუწიე მუხრანჩანგელია იმედია ის შენი სიმღერები არის მოდა ეხლა. სიმღერები ქონდა ხალხო ჩართული. სიმღერები. ხომ არ ვარგა სიმღერების გარეშე. როდის იყო ერთი სიმღერებს უსმენდი შენ? დადი ბავშვია. არ ვიცი ვისია, ეხა გავბრაზდი მე. 1 2 3. ძლივს რაღაცას გადავიღებ მეთქი და ეხა უნდა წამშალო ის გადავაკეთო, ეს გადავაკეთო. ეს გეგასი. ხო. აი ეს ჩემია. მე მინდა პირველი. ეგერ არის გეგა შენსას მოვაყარე შავი პირპილი. შენ წინდენივეს დაგიდებ აქედან მამასაც უნდა დავუდო. ჩემთვისაც არის? ხო. ჩემი რამაში იქნება? შენიც არის აგერ და იმას კიდე მოვხაშავ და დაგიმატებ 5 6 მუსიკები არ მინდა ბიჭო. 6 7. Sigma boy. რა გოდე წაი. ჩანგები გამოიღე დედიკო, კარგი? გოდეთი, შენ ხელი დაიბანე?
დავა შევარდი ახლა უცე ბაბანოში. უყურე ამას. ბიჭო ჩანგები წაიღეთ. დედიკო, მე შენ ბევრჯერ გითხარი, არა აქვს მნიშვნელობა დაგესრება, არ დაგესრება, ხელები ხშირად დაიბანე. გეგა პირდაპირ, გეგაც, ადაც. აი, ბავშვებს გეფიცებით, იქაც ხა თამთასთანაც რო ვიყავით. რამდენჯერ შეგვიშევარდა, ადა და ხელი დაიბანა, ვინ იცის. რომცა არაფერი ისეც. რაღაცა არ მოიწონებოდა ისევ, მელანი მისვიაო ისევ. აპი. მოხამაზე გაიწიე და რა შვები. შენ ხილს მივარდა ეხლა. ბიჭოს ვერაფერი ვერ მიყიდია წილში რო არ ჩამიდგეს. შენც არ მოგვალია ახლა. შენია იგი. დაჟემი? ხო, აგერ მაქვს კიდე ვიღებ. ეს მამაშია. დავიბანე. აიქნია მამა. ორჯერ. უყურე. აი, გაიწმინდე იგი. იქ არ ეკიდა რამე დავიჯერო? კი. მე? ის ვერ დაინახა? არა. აუ, მიწებებული ყოფილა ქვაბზე. მიწებებულია ერთი. ვერც ვიღებ. კაი იყოს. თავარია. არც ერთი არაა მეტი გამხეული. ესეც მიწებებული იყო, მაგრამ არ გამხია ისე ამოვიდე. ებანამა. ახლა დამასებინებს. კაი. მასაც მოხალშა რამდენია? დაჭრა უნდათ ეხა. გეყოფა მუხრანი ის, რაც გაქვს. კი. და რო დაჭდეს არა? აჰა, ნახეთ, ეს მე უცებ გამოვთავ ეხა, იმიტომ რომ ადას სიმღერები აქ იქეთ ჩართული და ნახეთ. მე მიყვარს აი ესე ძვირფასებო, ბევრი პილპილით. მარტო პილპილიაო არ დამიწეროთ.